გამართლებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ნებისმიერ პროფესიაში ალბათ და ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. მე ძალიან გამიმართლა. თავიდან ცოტა კურიოზული ამბები იყო. იქ მივედი და მინდოდა სპორტზე რა თქმა უნდა და ეხლა გვიჭირსო ძალიან და ინსტრუმენტალურ ხარხანაშიო, წადიო და გაფიცო არის მუშებისო. ბიჭო, გადავირიე რა. რაღაცა დიქტოფონი მომწეს არც ვიცოდი, მე ვთქვი რას დავაჭირო, რომ ჩაიწეროს. წავედი ბეში ამ ინსტრუმენტალურ ხარხანაში. გამარჯობა, მე ვარ დიმიტრი ობოლაძე და ეს არის ჩემთვის პირველი მასტერ-კლასი. სიამოვნებით ვისაუბრებ თქვენთან იმ გამოცდილებაზე, რაც მე დამიგროვდა და პატარა ისტორიებსაც მოგიყვებით. რაც შეეხება ჩემ პროფესიას, რა ვიცი, მე ძალიან გამიმართლა, რომ საბოლოო ჯამში შევძელი მივახცია იმას, რომ ჩემი პროფესიით მოვდივარ უკვე 30 წელზე მეტია. ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია, მე თუ გითხავთ. ჩემი აზრი ესეთია ყოველ შემთხვევაში მე მიმაშავე ერთ საუკეთესო ალბათ და ცოტა ისეთი ზღაპრული რაღაცა თემა არის ჩემი მოხვედრა იქ სადაც მოხვდი თავიდან არა ეს მოხდა 1995 წელს მოხდინე არ ვიცი თქვენ რა ბევრი თქვენთაგან შეიძლება დაბადებულიც არ იყო მაგრამ ნუ ძიმე სიტუაცია იყო მაგრამ მე მინდოდა რომ ყოფილიყავი ჟურნალისტი სპორტთან მინდოდა მქონოდა კავშირი იმიტომ რომ მთელი ჩემი ცხოვრება ბავშვობა სულ ვიყავი სპორტთან დაკავშირებული თამაშობდი ფეხბურთს თამაშობდი კალათბურთს ცურავდი ჰოკეისაც თამაშობდი ეზოში ჩვენი გაკეთებული კარებები და ჰოკეი ჯოხებით ასე რომ სპორტთან მინდოდა ძალიან ახლოს ყოფილიყავი რაც შეეხება ხა იმ ეტაპებს აი გამართლებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ნებისმიერ პროფესიაში ალბათ და ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში მე ძალიან გამიმართლა, მართლა, იმიტომ რომ აი თავიდან ცოტა კურიოზული ამბები იყო, იმიტომ რომ მინდოდა რაღაცა რეკომენდაცია გამიწიეს, თხოვეს გაზეთ თბილისელების რედაქტორს ბატონ გია ზუბალაშვილი თუ არ ვცდები და იქ მივედი და მინდოდა სპორტზე რა თქმა უნდა და ეხლა გვიჭირსო ძალიან და ინსტრუმენტალურ ხარხანაშიო, წადიო და გაფიცო არის მუშებისო. ბიჭო, გადავირიე რაღაცა დიქტოფონი მომწეს არც ვიცოდი, მე ვთქვი რას დავაჭირო, რომ ჩაიწეროს. წავედი დუბლებში ამ ინსტრუმენტალურ ხარხანაში. არავინ არ იყო, მართლა გაფიცო იყო, წასულები იყო სავარაუდოდ. ნუ გავგიჟდი უკან მივედი და მე ვთქვი თავი დამალებ მე ეს ჩემი საქმე არ არის მე ვთქვი და მე მოხვდი გაზეთში სარბიელი. რომელიც მადლიერი ვარ მთელი ჩემი ცხოვრება, გუნდის რომელიც იქ დამხვდა, ზურაბ ფოცხერია, ირაკლი ბერიაშვილი, თამაზ მიგრიაული, გოგი ჩოკოშვილი, რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოგუჯა ბერიშვილი, იქ მე გავიარე საოცარი სკოლა. ვიყავი პატარა ძალიან და ხალხთან ესე გავიარე ძალიან დიდი პრაქტიკა და გამოცდილება, რომელიც დამჭირდა მომავალში, გამჭირდა კი არა, გამომადგა და დღემდე მოდივარ და მუდამ ვახსენებ სარბიელს, მე სადაც არ უნდა ვიყო და რაზეც არ უნდა საუბრობდე. თვითონ უკვე ეთერში მოხვედრა ეს ალკე თემა იყო, რუსთავიორში პირდაპირ მივედი 95-ში, როცა გადმოვიდა თბილისში. პირდაპირ ესე მივედი, ავედი, რა გინდა, ვინახარ, მე ვთხარი ესე მინდა რომ ჟურნალისტი ვიყო, ზვიად ქორიძე შემახვედრეს და მითხრეს რომ კინკლაძე არის ჩამოსული და ვერ წერთ. და თუ დაგვეხმარები. მე ვთქვი ვეცდები, ვიცოდი სადაც ცხოვრობდა გიო. გოგიტა ლეკოიშვილი იყო ოპერატორი ხა ამერიკაშია. გოგიტა, წავედით მე და გოგიტა, არ იყო გიო კინკლაძე სახში, იყო მამამისი, შევედით, იქ ცოტა დავლია და მოვიდა გიო კინკლაძე, არა არჩევდი, მაინც ჩავწერე და რაღაცა მივიტანე ნაწვალები და ეს გაუშვეს, თავჯექი საღამოს აბა ერთი რა გავა ერთი. ახლა 30 წამით რაღაცა გავიდა, გავგიჟდი მე მომეშალა ნერვები. და მივიბრუნდი და მე ვთქვი ეს აქო ესე არისო ესე მეტიო ვერ გავაო რა მაშინ მივხვდი რაღაც სხვა სპეციფიკასთან მქონდა საქმე ანუ მე ეს ინტერვიუ გავაკეთე სელი და დიდი შედლების დაგვარად ეხა გიო დიდი მოლაპარაკე არც ეხლა არ არის და მინდოდა რაღაცა ისე გასულიყო კარგად და გავიდა 30 წამი და ამიხსნა ეს ესეა და შენ ინგლისური თუ იციო ეროსი დვალი ჯარჯიჯდნენ და კი მეთქი აი რაღაცა ფილმები ვიყიდეთო და ჯილეთ სპორტი რაღაცა სპორტი ამას რამდენ ხანში გააკეთებო მე ვთქვი რავი დილით მოვიტანო ეთქი თორე ეს გიჟვით შემო დილით მივიტანე მაინტერესებდა და აი მის მე აგი დავიწყე ანუ ანაზღაურებაც არ იყო თავიდან ის და უცებ მე გადაწყდა რომ უნდა დავждარიყავი ეთერში ნიუსზე ოღონდ ეს გადაწყდა აი როგორ ეხა დილით არ ვიცოდი შევედი სასადილოში იქიჟდნენ ესენი შეები გაცვიაო მე ვთქვი თქვენ გეკითხებათ რა გაცვია წადის პიჯაკი რაღაცა იყიდეთო ამიყვანეს მაღაზია პირველი პიჯაკი პირველი ჰალსტუკი პირველი პერანგი მე ვთქვი რა ხდება რას მიპირე აი დღეს უნდა დაждდე ნიუზეო ნუ აი მოვკვდი გავთავდი იქ და მოვკვდი და მაგრამ ჩემი ცხოვრება შეიცვალა ერთ დღეში 5 წუთში თუ რაღაც ბლოკი მქონდა 5 წუთი არც მახსოვს რა ვიბოდიალე რა გარეთ რომ გამოვედი ღამევე
სანამ მანქანადან მივედი, სანამ გავაჩერე რაღაც საყიდლად, თან ეს მიწავედი გრიმით რა, დამავიწყდა ეს მოცილება. დრაგჭის გაფიქრებული ხარ რაღაც ეს მეძახია ყოჩაღდა, იმა და ისა და აი ჩემი ცხოვრება ესე შეიცვალა რა. შეიცვალა, მართლა შეიცვალა და ძალიან კმაყოფილი ვარ და ბედნიერი ვარ იმით, რომ დღემდე მოვედი. იმიტომ რომ ჩემ პროფესიას ვემსახურები დღემდე. ესეთი იყო ეთერში. ნუ კიდე ცალკე საუბრის თემა არის, იქ მე ალიონში დავიწყე პიკის საათი, ამასაც არაფრით არ გამოვტოვებ ნამდვილად და რადიოში ძალიან მიკროფონთან ურთიერთობა ძალიან კარგად ვისწავლე მართლა. ის კარგად ჩემ თავს კი არ ვიქებ, რომ თუ გადავლახე რა ეს თემა და მიკროფონი კარგი ირამდეა მოკლედ რა. უმოს კარგად სწორად უნდა გამოიყენო, ესეც არის. ეს ეტაპი გავიარეთ და იყო აი მართლა აი სერიოზულად ვიძახე, აი მე უბრალოდ გამიმართლა რომ სწორ დროს სწორ ადგილას მოვხვდი. იმიტომ რომ ძალიან მაღალი რეიტინგი ჰქონდა, ძალიან მაღალი ყურება სპორტი არ იყო არხზე და აი უცება ეს ერთ დღეში და ამის მერე ნუ ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ჩემ ცხოვრებაში, ჩემ კარიერაში რაც იყო, ეს არის ჩემპიონთა ლიგა. რომელზეც ნუ ოცნებობდით ზოგადად. ანუ უყურებდით ორი კვირის დაგვიანებით რაღაც პრემიერ ლიგის თამაშებს, იმებს, ამებს და ძალიან მაგარი სვლა იყო არხის მხრიდან. საიმიჯო იყო, აქ ფულს ვერ შეულობდი მაგ პროდუქტით. ეს იყო სუფთა საიმიჯო პროდუქტი. ნუ მანდ გავიარეთ შერჩევები, ასე ვთქვათ, მეტყველების კურსებზე ვიარეთ და გვაწერილებდნენ ამ რეპორტაჟებს და ბოლო მომენტამდე მეთქი, აი არა გამომდის მე ხა ეს და რა ვიცი, მე რო თუ კითხეს პედაგოგ ჩვენსას, რომ აბა რომელი და არც ერთიო იმან უთხრა რა. არ გამოვა მათგან არაფერიო და მე ერთი-ორი თამაში ჩავწერე და დაუტოვე მე მეც ამაზე ვერ გავი, იმიტომ რომ ყურში კომენტატორის ხმა მქონდა, თან სტადიონის შუმი არ იყო და მე კი არ შევე ამ პირობებში ვერ გავაკეთებ და საყვედური იყო რომ ემოციები არ აქვს. ეხლა ჩემზე ემოციები არ აქვს რო იტყვე, რა ვიცი, ბავშვობიდან გიჟივით ვიყავი, სულ სკოლიდან, ბაღიდან დაწყებული და ემოციები არ აქვს, ცოტა გამიკვირდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ეს არის განსაკუთრებული რაღაც რაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში და აი ლიგა როცა შეწყდა ჩემ ცხოვრებაში დამთავრდა ბოლო ფინალზე რო ვიყავი, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ შვილი წამართვეს. მაგრამ იქვე არის, მაგრამ ვერ ნახული. აი რაღაც ეგეთი შეგრძნება მქონდა და იქ ცნობილი იყო ეს ძველი ხუმრობები და ესენი ლიგა დიმასია და რაღაც ეგეთი თემები მიდიოდა. ნუ ეხა ფაქტი იყო რომ ისე დროს დავიწყეთ ლიგა, როცა რაღაცა ვულკანის ამოფრქვევასავით იყო მართლა, იმიტომ რომ ესეთი პროდუქტი და უცებდა აბა რუსთავი ზომებს ყველასთვის მისაწვდომი იყო და მიდიოდა ლიწი და პირველი რეპორტაჟი რო შევედი, ნუ ეს როგორ გადაწყდა ბოლოს, რომ ვიღაცა ხებს აღარ მოვიყვანთ, ეხლა ჩვენ ეს პრინციპი ქონდათ რა, რუსთავი ეროსის და ჯარჯის და დვალს და სხვას არ მოვიყვანთ, შედი ეხლა ძმაო და მიდი შეუბერე და აუ დაავჯექი თან მაშინ ახალი პოვრა იმისი და ინფორმაციების კატასტროფა იყო, ნუ ურთულესი იყო რა. ურთულესი იყო შემადგენლობები იდო რაღაცა მოკლე ახალი რაღაცა და იმპროვიზაცია იყო სრული. ნუ და შეუბერე, გამოვედი, მორჩა თამაში გამოვედი და ესენი ყველა იქ დავხდა. თელი ჩემი ყველა და რაღაც ტაში და რა ხდება რა არ გავი და ამის მერე კიდე სხვანაირად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, წამოვიდა ბევრი შენიშვნები, წამოვიდა კრიტიკა, წამოვიდა ეს და კალამი მეჭირა და ფურსლები და დავდიო და შენიშვნებს ვიწერდი. ანუ ვიწერდი ამას, მართლა გუწევთ შენახულიც ამაქვს. ფილოლოგებიც ეხლა მამაჩემის და ჩემის მეგობრები გრამატიკულადაც მისწორებდნენ. ასე შემდეგ, მე იქ გვარებზე იყო ამბები, ნუ ძალიან დიდი მძიმე იმაში მოხვდი რა უცებ, რომ აი ამდენი მხეცი სპეციალისტის გარემოცვაში და ყველა რომ მაგრამ რომ ქება და დიდებაც ბევრი იყო და ჯიგარი ხარ და ის და მხარდაჭერა უფრო მეტი მქონდა ვიდრე თქვა ეგ თემა. ეგეთ ლოგიკურია, მაგაში ვერაფერ ცუც ვერ ხედავ. პირველი ფინალი ამიღეს ბილეთი, გამიკეთეს აკრედიტაცია, ოფიციალური პარტნიორები ვიყავით, რა თქმა უნდა. და მარტო რა, იმიტომ ფული არ იყო და რაღაც ოპერატორი ვერ არის და მარტო წარმოიდგინე, პირველად გავდივარ სადღაც, მივიდივარ, სად მიდიხარ, თან ხო ვიცი იქ რაც მელის ეხავს, სულ ყველაფერი ახალი წარმოიდგინე, აი საერთოდ რომ ჩახვალ რა უნაკნა რაღაცა და პირველი სტრესი მომეხსნა აეროპორტი ხო დაждდა, პარიზში ვიყავ. რომ გავედი ვიღაცა ტიპი დგას ობოლაძე აწერია და მეთქი შენ გენაცვალე, აი შენი ჭირიმე, მეთქი ვინახარ, ახალგაზრდა ბიჭი იყო, ვოლონტერები მუშაობენ მან რა. ნუ ხალხთან უნდა ურთიერთობა და უფასოდ მუშაობენ ეს ტიპები და ნუ ეხლა იქ ხო ხდები მე ვთხარ მე ვარ საბუთს ვიღებ რა არა ნუ მათ ჩვენ პირადობა მე რა პირადობა წამოდიღები სხვა ხო არ წამოხვალო უკვე სიახლე შევეჩეხე იქ რომ ტიპმა დაგიჯერე რომ შეეხარ ხო შეიძლება ვიღაცა მისულიყო სხვა და ერთხო მე ვარ ობოლაძე წაყოლოდა ნუ კაი მარტო ვიჯექი ამ ხელა მინივენი იყო ესე მიჯდარი და ეს მეუბნება შენ ეწევიო და კი მეთქი
მოწიოთო რა მე და შენ. აი ეს ტიპი მე გააღე ფანჯრები მიდი იგულა გააგიჟდა და შენო ხვალო ეს ეგო სულ მე გატარებო რა. იმიტომ რომ არავინ არ მიასწრო არავინ არ და კაი ემოციები იყო მივედი სასტუმროში აკრედიტაციის ცენტრი იქ რაღაცა ბეიჯი ავიღე ლიგის პირველ ბეიჯში შერახული მაქვს რა საფპირველია დავიკიდე რაღაცა სხვანაირი ტიპი გავეძრე და ყველგან მივედი აი იქ ძალიან ბევრი რაღაცა გიწერია პროგრამა ანუ დილით 10-ზე უნდა მიხვიდე იქ 11-ზე 20-ზე უნდა მიხვიდე იქ იმ გეიჯში იქ ყველგან დავდივარ და ვინც ეხა ძველები იყვნენ ესენი მარტო მიდიან საღამოს ერთი პრესკოპერი რაღაცა მე ყველაფერი მოვიარე აბსოლუტურად და ეს წადგენის მომენტი ჩემი ანუ ეგეც არ ვიცოდი რომ მოხდებოდა საღამო შეხვედრა იყო მთელი მედია იჯდა რა კომენტატორები მწერალი ჟურნალისტები ყველა და მე წავიღე აქედან პერანგი და ჰასტუხი შევედი გავიხედე ყველა შორტებშია ზოგი ჩუსტემაში რაღაცა ნუ ეთქი ეს და ეს ჩავიწიე ეს მოვიძრე გადავაგდე აუჯექი ესე უცებ ეს ადგა ეს UEFA-ს ადამიანი და ჩვენ ახალ წევს უნდა მივესალმოთ მე თვიზე ვერ წარმოვიდგინე ხე ჩემზე თუ აბა რუსთავი 2 შემოგვერთა დიმიტრი ობოლაძეო. ბიჭო დამეცა მეხი თავზე რომ ავდექი ფეხზე ამ ხალხმა იქიდან მე უთხრა სად ვარ. აი წარმოდგენა არ მქონდა და ნუ აი ერთსაც მოყვები და მე თავს აღარ მოგაწყენ უკვე ნუ ეს ყველაფერი გავიარე ჩართვა ქონდა შეკვეთილი მოედანზე აი ხა სტადიონზე ვარ და მიხარე სტადიონზე რომ შევდივარ აბსოლუტურად ვიცვლები ნებისმიერ სტადიონი იყოს თუ გინდა ქუჩის ჩართვა ქონდა ესე მოედანზე ჩემ გვერდზე დგას ევროსპორტი Sky BBC CNN და აქ რაღაც შედი ლოგო ჩარჭოველი და ესეთი მაგი და ევეთი ამე და სულ ყველაფერს მოპარვა მინდოდა ბიჭო ბურთები და რაღაცები და მეთქი წავიღებ ამე ჭიქა რაღაცებს მინდოდა რომ მომეპარა რომ წამომეღო რომ მეთქი არ დაიჯერებს ხალხი რომ აქ აი ძალიან ეგეთ მართლა გუწფედად ყვები ხა ამას ეგ არ დავიწყე რა გავედი და ეს ვიყავი არა ყველაფერს მოპარვა მინდოდა თუ მოპარა არ უნდა აიღე რა აბა საერთოდ არ არის პრობლემა ეს ჩართვით გამოვედი იქიდან რაღაცა იმიტაცია ანუ ლაივი არის ლაივის დრო ძალიან ძვირი იყო პრაიმი იყო და ძალიან ძვირი იყო და იმიტაციას წერდით წამყვანებთან გავისაუბრე, ნუ რაღაც სისულელები მკითხეს ხადე, იმიტომ რომ გაგებაში არ იყო რა ხდებოდა საერთოდ, ნიუსის წამყვანები ჩვენი და მერე იყო თამაშის მოლოდინი უკვე. ესე იგი ხმის ჩეკზე რო ავედი, ხმის შესამოწმებლად დაატანჯე ის კაცი რა, მე ვთხარი მოდი აქ. მე ვთხარი მოდი არ წახვიდე. მე ვთხარი აქ რაღაცა პულტები დევს 4 მონიტორი რაღაც ამას დააჭერი. ეს ამიხსენი როგორ უნდა და ტელეფონით ვიდეოს უღებ რომ არ დამავისდეს. რომ მე რეკნა დახველება რომ დავიწყო რაღაც რომ დავაჭირო რაღაცეებს სხვანაირი პულტები იყო და თან ეხა იქ ხო ხდები ისეთი ხალხი დავინახე რომ ახლა არც ვიცულ ვარ პირველ ჩასვლაზე ეხა არიგო საკი და ვიღაცები დადიოდნენ მიჩელი რაულები ვიღაცები და ახლა არც ვიცულ ვარ როგორ ეს რეპორტაჟი მე და ეს ხმისზე და ამოწმებინი ამ კაცს ეხმები და აი რომ ჩაირთო ეს და უკვე იქედა რომ ვარ მიმყავს სამაში და აი ესე მონიტორში ვარ გარჭობილი იმიტომ რომ მიჩეული მონიტორში ვარ გარჭობილი და უყურებო და ტიპი გვერდზე ის და დამარტყა და ადი მე ვთხარი დამარტყა ყავხი რა იყო მე და თავი აწიეო რა თავი აწიე და მე დავინახე სტადიონზე და მე დავიწყე სტადიონიდან წაყვანა თან ძალიან ისეთი ემოციური რაღაცა ეხა ცოტა ზედმეტად ემოციურად გამომდის მე მგონი მაგრამ ფაქტია რა ეხა ძალიან დიდი ხნის წინ იყო მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ და მე ამის მერე იყო 15 ფინალი ლიგის რომელსაც ვესწრებოდი და რა ვიცი ზოგადად ეხა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ანუ ჟურნალისტიკა ეხა აბსოლუტურად სხვადასხვა სპეციფიკაა რეპორტაჟი და ნიუსი მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის და ალბათ მე კიდე გამიმართლა იმაში რომ რაღაცა დღემდე ეხა რაღაცა ტელეფონზე სადმე რომ რეკავ თქვა რაღაცა ხმაზე ამბობ რომ დიმახო არ ახარ რაღაცა ანუ იმდენი წელი არის გასული და ეს ხალხი ცნობს ამ ხმას ანუ ჩარჩელი ხვდები ანუ მე მიკვირს მართალი რომ გითხრა მართლა მაგრად მიკვირს მაგრამ ფაქტი არის რა აი სადაც რა ვიცი ხა სადაც არ უნდა დარეკო 90% დიმა ისე მიხარია ხა მოდელი თანასაკში შედი ხარ სენტიმენტები გაწובה და ისე მიხარია რომ რა ვიცი და ეს ინდივიდუალიზმიც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ შემთხვევაში გარდა იმისა რომ თქვა სწორ ადგილას სწორ დროს მოხდი ალბათ ეს ხალხი ძოს ჩემ გულწრფელ დამოკიდებულებას რა ეკრანიდან ძნელია ამის დაანახვა მაგრამ მეორე მხრივ ალბათ ზოგი მეუბნეო რომ ადვილიც არისო ანუ სიყალბის გამოსწორება არ არის რთული მე ესე მგონია და რა ვიცი აი ესე მოვედი დღემდე და ჯერ კიდე არ ვაპირებ დასრულებას სანამ ექნება ჯანი და სანამ ექნება ცური რომ მე ვიყო ამ სფეროში ვიქნებ თუ მოგეწონათ ვიდეო გამოიწერეთ მედია აკადემიის არხი და რა თქმა უნდა დალაიქით